ყველაფერი ცალკე ყველაფერი კარგად არის დამიმტკიცეს. Мне მანქანას არც გავყიდი რა. მოგესალმებით, დღეს არის 28 ივლისი. პატარა ოპერაცია გავიკეთე. 3 კვირის განმავლობაში საერთოდ ვერ ადექი და ვერ მოძრაოდი წესიურად და ეხლა ბოლო 1 კვირა ავდექი, ცოტა მოძრაოდი, ცოტა დავიწყე სიარული და მოკლედ რაღაც მანქანები ვნახე რა, ტრაილერები. დღეს მივდივარ ერთი ტრაილერის სანახავად. ნანახი მყავს უკვე და ბანკზე უნდა შევავსო, რომ ბანკი თუ დამიმტკიცებს და თუ მომცემს მანქანას. კაი მანქანა არის, ბევრი გარბენი არ აქვს და იმედია კარგად მომუშავებს რა. მე რაც ვნახე, კაი არის, ჩემი ბიძაშვილის მოყვება. ეგაც შეამოწმებს, ეგაც ნახავს. მეორედ კარგად კიდე მეც შევამოწმებ და მოკლედ გავაგზავნით ბანკზე და იმედია ბანკი დაგვიმტკიცებს რა, რაც ამერიკაში ვარ. კრედიტ ისტორიას ვაკეთებ და კრედიტ ისტორიას ხვდავ. კაი კრედიტ ისტორია მქონდეს. თუ ვინმესაც გაინტერესებს კრედიტ ისტორია, როგორ უნდა მოხდოთ რაღაცეები პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებთ, დამიწერეთ კომენტარებში. რომ მივალ მანქანასაც განნახეთ და დეტალურად როგორ უნდა ვიყიდო, რა უნდა ვიყიდო, რა უნდა გავაკეთო. ნახოთ რა. იმედია რომ მაგ მანქანას მომცემენ, ეგ მანქანა თუ მომცეს, მე ალბათ ერთი 2 კვირა კიდე დამჭირდება რომ საბუთები გავაფორმო. მეც 2 კვირა კიდე მჭირდება რომ სრული რეაბილიტაცია გავიარო. სიარულის შემოძროს მუშაობა შემეძლოს კარგად. მაქსიმუმ 3 კვირაში ალბათ მეც გავალ უკვე სამუშაოდ რა. იგივე დრაივენზე გავდივარ ფლეტბედზე, ბოლო ვიდეო რა დავდე ფლეტბედზე ვერ გავალ. არ შეიძლება ჩემთვის ძიმეების აწევა ჯერ მინიმუმ 1-3-4 თვე და მანქანა საერთოდ არაფერი არ გასაკეთებელი. უბრალოდ ვიზუალურად აქვს რაღაცები გასაკეთებელი რა. ანუ ნიკელის რაღაცები ისინი აგეც მაგითაც რო გავიდე, ანუ არანაირი პრობლემა არ არის და კაი ვიზი არის, მაგრამ ანუ რო შეხედა და გაგიხადეს ისე მინდა რომ მოვიყვანო და მოხოდო რა. იმედია ყველაფერი ისე დალაგდება და ისე მოხდება რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაღაც BMW-ით მივდივართ, M5 არის, competition-ია მგონი, ხო? ხო, competition-ი არის. და წავიდეთ ნახოთ ერთი. მანქანა არის. და ბანკი დაგვიმტკიცებს თუ არა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაგვიმტკიცებს. მოკლედ მანქანა ავარჩიეთ. სხვა მანქანის სანახავად მოვიდით სასაყვანად იდეაში. მაგრამ სხვა მანქანა ავარჩიეთ. ალექსა მოვიდა, აქეთკენ ამომინათე ნომერი. მოკლედ შეამოწმა, კომპრესია შეამოწმა. ინჟექტორები როგორ მუშაობს, მოტორის ბალანსი როგორ მუშაობს. მაილები შევიდა ნახა, რამდენი საათი ქონდა ნამუშევარი, რამდენი გალონი აქვს დამწვარი. რამდენი მილი აქვს გავლილი, ყველაფერი შეამოწმა. ABS-ის ბლოკში შეამოწმა, რამდენია გარბენი და მოკლედ ყველაფერი დიაგნოსტიკა ჩაატარა. საერთოდ ყველაფერი ნახა, ვიზუალურადაც ნახა, ძრავში ნახა, მოკლედ რა, მოვიდა და ყველაფერი გააკეთა. შეამოწმა თავიდან ბოლომდე რა. დაწყებული კომპიუტერიდან დამთავრებული ტორმოზებამდე რა. ის საერთოდ ყველაფერი გააკეთა და ეს ყველაფერი დაჯდა $350 და ეს $350 ცოტა ისეთი თანხა არის, იმიტომ რომ ეს მანქანა კონკრეტული მანქანა აღლის $93,000. ეხა ბანკს ველოდებით დაგვიდასტურებენ თუ არა და წესი დაგვიდასტურებენ, რა ვერანაირი პრობლემა არ უნდა იყოს მაგაზე და $93,000-იან მანქანას რო ყიდლობ, $350 ჩემი აზრით ცოტა ისეთი თანხა არის რა. $500 უნდა გადაიხადო ადამიანმა მაგის ნახვაში რა. მანქანა თუ მოგეწონება და უკვე მზად ხარ რომ იყიდო და შეიზინო რა. მოკლედ კაი მანქანა არის, თვითონაც შეამოწმა, პლუსები რაღაცები გითხრა, მინუსებიც გითხრა და მოკლედ დეტალურად ყველაფერს მე დაგათვალიერებინეთ რა. ესაც შესრული აქიჯი არის. ესაც კაი არის, ნაცარა არის, ნაცრისფერი არის. ზამთარში და ზაფხულში რო ჩააქრო მანქანა შეგიძლია, გათბობა გაგრილება მუშაობს საწვავზე, მოტორი აყენია, რაც ძალიან კაი არის და ძრავს ინახავს ძალიან მოკლედ რა.
ეხლა მოკლედ შიგნით უნდა შევიდეთ ძალიან მაგრად ხელას რაღაც 105 ფარენგეითი არის გარეთ რა და შიგნით შევალ ხა და დაველოდები რა იქნება პასუხი რა. იდეაში იმაზე ველოდებით პასუხს რომ რამდენ პროცენტში მოგცემენ და რამდენ თვეზე და რამდენ და რანაირად რა. ნახოთ ჩემი 3 წლის ნამუშევარი და ნაწვალები როგორ დამიფასდება რა. წავედი მოკლედ და შიგნით შევალ ხა და გავიგებ რა ხდება რა. მოკლედ მოვიტანე ყველაფერი საბუთები და ეხლა რაც საჭირო არის დაზღვევის კონტრაქტი მაქვს და დაზღვევის ფურცელი არ მაქვს და დაზღვევის ფურცელს ველოდები სადაც 1 საათია. იმედია აქ ფურცელსაც მალე გამომიგზავნიან. მანქანა არ მანახეს და ალბათ პარასკევს უკვე წავიყვან მანქანას დროებით ნომერს მომცემენ ერთვიან ნომრებს. და იქ არის რა, ყველაფერი ძათ არის, ყველაფერი კარგად არის, დამიმტკიცეს სესხით 20%-ში მომცეს. არა პირველი მანქანისთვის ეგრე არის რა. არ მაქვს ხო არაფერი გამოყვანილი მანქანა, კრედიტ ისტორია კი მქონდა, მაგრამ 20%-ში მომცეს, მაგრამ it's okay არის, არა უშავს რა. სხვა გზა ზეც გამოუცვლიან, რაც უთხარი ისეთ ჩამისხთო, იმზეც ჩამისხავენ, იქ აღარ მექნება გადასახდელი და ელემენტარული რაღაცეების გამოცვლა მინდა და დრო და დრო მაგასაც განახეთ რა. დრო და დრო კი არა, ამ ვიდეოში მოვათავსებ ყველაფერს რა. ვიყიდე, მოვიყვანი მანქანა გავაჩერე პარკინგზე. ნახე არაფერი არ აქვს შესაძლებელი რა, საგან გაშა დორმოზების შესვლა მინდოდა. და თავსაც 6 თვე მაინც მინიმუმ იulis რა და ჯერჯერობით ზეთ შეუცვლი, ზეთი კი შეუცვალეს, მაგრამ წინადით ძალიან ცუდი ზეთი ესა მანქანა რო შევამოწმეთ რა და ეხლა წავალ ზეთ შეუცვლი, ფილტრები ვიყიდე, ფილტრებს განახევთ კლუჩები ეგეთი რაღაცეები შეუცვალე, კლუჩები და ეგეთი რაღაცეების ვიყიდე და მოკლედ ახლა ზეთებს ავარჩე და კიდე i-shift-ი ვიყიდე კაროკის გადასარჩელი, იმიტომ რომ ამას არ აქვს შენებაზე რომ გადართო და უშად აღმართზე მიდიხარ და რო შეუყენო და კარგად აიყვანო მანქანა, i-shift-ი არ აქვს, ეგაც ვიყიდე. მოკლედ ფილტრებში და მაგ i-shift-ში გადავიხადე $800, ახლა ზეთებს ვიყიდი და i-shift-ს დავაპროგრამებ. i-shift-ის კონი სადღაც $450 ის კონი რა, მაგასაც ხომივალ გავარკვევ ზუსტად რა. ახლა მოვედი ზეთებში. Walmart-ში უფრო იაფია და Walmart-ში უფრო იაფად ვიყიდი ზეთს. და ფილტრები და რაღაცები კიდე იქ ვიყიდე. მოკლედ ვიყიდე Shelly Rotella T61540, 10 გალონი ვიყიდე, Blue Def-ები ვიყიდე, პლატინუმი. ერთი კაცი გაიჩნდა და იმან მითხრა რომ 30000-ზე უცვლი ამზეცო რა. კი ვიცი ხარ რომ მეზე შეგიძლია მოვცალო. ბიჭები ხა 20000-დან 25000-მდე უცვლიან, მაგრამ 30 და 35 ნამეტანია ჩემი აზრით რა. 20000-ზე რო გამოვცალო კიდე უკვე ოკეი არის რა. ეხლა ეს არის 5 გალონიანი ზეთები რა. და დამეხმარნენ. ერთი კაცი იყო ისაც ამას ყიდი და რა ვინც მითხრა რომ 30-დან 35000-მდე უცლიო რა. დამეხმარა, ჩამილა გამოსი ოპერაცია მოხდა და არ შეიძლება წევას ხდა. სამა მანქანასთან გამოყვე და მანქანაში ჩაგილაგებ და ყოსა მაგარი უნამუსობა იქნებოდა. და რავი მანქანას რომ მივალ, იმედია ვინმეს ნახავ და რამენაირად ჩავდებ რა. თუ არა და ამას აუკესავ და მივაყენებ ახლოს მანქანასთან და გადავაგორებ რამენაირად რა. აქ ხოლოდ ქეშით შეგიძლია გადახდა და ბარად შეგიძლია Apple Pay-ით არ შეგიძლია გადახდა. 1 2 3 დავასკანეთ ახლა ესენი. და გამოვიდა $329. და პასტაკლება არა ვაქვს. ეხლა მოწმენ checks. Thank you very much. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის იპარავს რა. ორის მაგივრად ატარებს ერთ, სამის მაგივრად ატარებს ორს და ეგეთი რაღაცები რა. просто მე არ შემიძლია ეგეთი რაღაცები გავაკეთო. და ეგეთ მომენტში რო ვიჩიტები ხოლმე
რაღაცნაირად გზმხავე თავს რა. სულად. ის მანქანა რომ ყავდა ის ცელი. ის მანქანა გავყიდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები ქონდა საკეთებელი. და არ მქონდა იმის თავი და იმის დრო რა. და უვიყიდე თაიონ. მექანიკა და ყველაფერს იმაშვები რა. ან თამამად ხმარობ ამ მანქანას რა, ყველაფერს ვატებ შიგნით. მექანიკა არის ძალიან ცოტა სწავს. ეხლა ჭრაკისთვის მაგრად გაუმატდება მაზუთიანი და ტაოტიანი ხელებით რო ჩავჯდები რაღაც ნაწილების ყიდვაში. ძალიან მაგარი მანქანა რა და დროებით კი არა. მoni ამ მანქანას არც გავყიდი რა. იაფად ვიყიდე ძალიან და სარბინად მაგარია. ამდენი ключი არის შიგნით. ეს ფილტრები, აი ყველანაირი, ყველაფრის ფილტრი გვაქვს, ნაყიდი. 1 2 3 4 5 ფილტრი არის. ჰაერის, ის i-shift-ი არის. ეს i-shift-ი არის. i-shift-ს განახეთ ახლა. აი ესეთი არის. ჩემსაც ზუსტად იგივენაირი ვიყენია. უბრალოდ drive mode პლუს და მინუსი არ აქვს რა. არა, ოკეი. ეხლა რამინაირად ჩავალაგებ ამას. ვინო პაპას ნახო დამეხმარე მეთქი. და მაგათ ეხლა სახალგაზრდაბიჭები პაპაკას რომ დამეხმარე. წავედი მოკლედ რა სხვა გზა არა, მაგრამ ეს ვიზავ რამინაირად ჩავალაგებ და გავაშვები წავალ ანზე შევსლიან კიდე ამას შევასწრებინებ რა. მოკლედ ჩამოვედი ჭრაკთან. გავაკეთე რაღაცეები, რაზვალი გავუსწორე, i-shift-ი დავაყენე, მაგებს განახებთ. ნომრებიც ავიღე, ყველაფერი ავიღე, მზად ვარ და ალბათ კვირას ან ორ შაბათს გავალ სამუშაოდ რა. ეს გამოიწერე ამაზონი და საზეპასკე რა და რამ რო არ გავხრიტო, ამეებს აქეთკენ დავხრიტავ ცოტა რა. ესენი ამეებზე რო აჯდება ესე რა, სხვანაირად უწევს რა, Freightliner-ისა, სავარაუდოდ გრძელი რამ აქვს რა და ამას ცოტა შიგნით შემოწევ, ისე დავხრიტავ და კარგად დააჯდება და რამის გახრიტაც არ მომიწევს და შიგნით კიდე ამ რეზინას დაუდებ რა. ბიჭებთან ვიყავი გადასული. და მომწეს ესენი სახრიტი ყველაფერი და გავაკეთებ მოკლედ და რო დავამზადებ შემოგიერთდებით. გავაკეთე ესენი დავამაგრე საბურავის სამაგრე, საბურავიც ავიტანეთ დავდეთ. მე რა ვიტანე ბიჭებმა იტანეს ძიმები არხეილება ჩემთვის. ესე გამოიყურება ჯაჭვითაც დავაბი და ზემოთაც დავაბი იმით რეზინით. ჰაერი საიდანაც გასდიოდა პატარა ფიტინგები იყო ისის გამოცვალეთ. დეფის ფილტრის გამოსვალეთ და ყველაფერი ხოძი არის რა. ხა ველოდები იფტას და იფტას რო ავიღებ, სავარაუდოდ ორ შაბათს ავიღებ და გავაშვები მე სამუშაოდ რა. და დავბრუნდები ისო YouTube-ზე. ეხა მაგრაც ხელაზმზეში ვიყავ. გაწავიდე ჩავაყენო ეხა ეს მანქანა და გავეშვა სახში რა, იმიტომ რომ კუდები აღარ შემიძლია იმენა. შეამწყურია. ცოტა სიგრილე მინდა. ეგ არის რა. ამ მანქანას ვაფშე აღარაფერი აღარ უნდა რა. დაჯექი და იმუშავე. ზეთი შევცვალე ახლიდან ძრავში. რაზვალი გავასწორე. შიფტერებს არ ქონდა რომ მანუალით შეინთონ გადაგერთო და უშოთ აღმარზე რომ გადაგერთო. სიჩქარეები ეგ არ ქონდა. ეგ შევცვალე, დავაპროგრამე, speed limit-ი ჩავხსენით. კიდე რა გავაკეთე? და всё, მეტი არაფერი არ ქონდა გასაკეთებელი რა. მიდიაში ზეთი და ფილტრების გამოსვლა არ უნდა და მაგრამ მაინც გამოუცვალე რა. ტრიპეკი რაც მიყენია მაგას უნდა ზეთის გამოსვლა და მე ალბათ შემდეგ შემოსვლა და მე თვითონ გამოუსვლი მაგასაც ზეთს რა, გათობა გაგრილებას რა. წავედი მოკლედ ხა ამას დავაყენებ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ალბათ ეს ვიდეო დაიდება სამშაბათს, ეხლა არის დღეს. დღეს რა დღეა? დღეს არის შაბათი და ეს ვიდეო დაიდება სამშაბათს. დროებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.